თუთის აბრეშუმხვევიას მოვლა სუფთა გარემო, სწორი კვება და დროის დაცვა ხარისხიანი პარკის საწინდარია. აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად გამოიყენება ნათელი, მშრალი და ჰაერგამტარი შენობა, სადაც დაცულია ტემპერატურა და ტენიანობა. ჭიები თავსდება სპეციალურ თაროედებზე, რომელთა შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 45-50 სანტიმეტრი. გამოკვების დაწყებამდე აუცილებელია საჭიებინის დეზინფექცია ფორმალინის ხსნარით. ეს იცავს ჭიებს დაავადებებისგან და უზრუნველყოფს სუფთა გარემოს. პირველ 3 მასაკში ჭია იკვებება დაჭრილი თუთის ფოთლით, შემდეგ მთლიანი ფოთლებითა და ყლორტებით. უნდა მოხდეს ნარჩენების, ანუ ნაძირის რეგულარული მოცილება და ოთახის განიავება. კანის ცვლის პერიოდში ჭია არ იკვებება. ამ დროს შენობაში საჭიროა 25-26 გრადუსი ტემპერატურა და 70-75% ტენიანობა. ვეასაკის მე-7 დღეს ჭია იწყებს პარკის ახვევას. პარკის ფორმირებისას უნდა დაიცვათ სიმშვიდე, სინათლე და ჰაერაცია. პარკის დასახვევად გამოიყენება ბუნებრივი ცახები, გვირილა, სატაცული, გვიმრა და სხვა მცენარეების თაიგულები, რომლებსაც წინასწარ აშრობენ. პარკის გამოკრეფა ტარდება ახვევის დაწყებიდან მე-7 დღეს. გამშრალი პარკები ინახება გრილ ჰაერგამტარ ჭურჭელში და იგზავნება დამამუშავებელ პუნქტში. სწორად შესრულებული პროცესი უზრუნველყოფს ხარისხიან აბრეშუმის მიღებას და მაღალ შემოსავალს ფერმერისთვის.